იმედი ლაივის სტუდიაში ჩვენ სტუმრებთან ერთად განვაგრძობთ საუბარს ჩვენს პატრიარქზე, მის მემკვიდრეობაზე, დიდ ღვაწლზე და სითბოზე, რომელიც მან დაგვიტოვა. ახლა კი მივესალმებით ჩვენს პირველ სტუმარს, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა შემოგვიერთდა სტუდიაში. დიდი მადლობა მამაო, რომ ხართ. მოგესალმებით, მადლობა რომ ჩვენი სტუმარი. ჩვენთან ერთად დიახ, მოდით დავიწყოთ აი იმ კადრით, რომელიც დღეს მთელი დღის განმავლობაში არის ყველა ეკრანზე და არის ახდენს საოცარ შთაბეჭდილებას იმ მადლიერების გამო, რომელსაც ადამიანები გამოხატავენ პატრიარქის მიმართ. რა გრძნობაა ეს, როდესაც ერთის მხრივ თვალცრემლიანები, მეორეს მხრივ ძალიან მადლიერები, მრევლის წევრები ამბობენ, რომ აი არასოდეს დაავიწყდება და ყოველთვის მათ გულებში იქნება ის, რაც დატოვა ილია მეორემ. მართლაც უწმინდესმა იმხელა ღვაწლი აიღო ისეთ რთულ ეპოქაში მოუხდა მას მსახურება და ისეთი საქმეები აკეთა, იმ მასშტაბის საქმეები აკეთა და ღმერთმაც მისცა დიდი პერიოდი მისი პატრიარქობის ეს ღვთისგანაა ყველაფერი და ამავე დროს თავისი ესე იგი ბეჯითი საქმიანობით, თავისი დიდი გულით, დიდი სიყვარულით ყველაფერი ესე სითბოთი და მადლით გაავს. ყველა ადამიანი ვინც ხვდებოდა მას თვალცრემლიანი რჩებოდა და აუცილებლად ყოველთვის როცა ის ახსენდებოდათ ყველას თოლვა ჰქონდა და ნეტარების შეგრძნება. ხალხი რომელსაც ჩვენ ვხედავთ ალბათ უდიდესი მათგანი არ შეხვედრია პატრიარქს, ხო? მაგრამ თვითონ მისი მოღვაწეობა, მისი ყოველდღიური თუ ყოველკვირეული ქადაგება, მისი ეს რაღაც თბილი ღიმილი, ადამიანს არ დატოვებს ესე. კი ბატონო. ნახევარი საუკუნე ითვლის და იტევს უამრავ მოვლენას. თქვენ განსაკუთრებულად რა მოვლენებს გამოყოფთით ამ პერიოდიდან? იცით რა არის, უწმინდესმა იმდენი საქმე გააკეთა და ისეთ მასშტაბებში და ისეთ ყველა დეტალს შეეხო და ეს როგორც თქვი სიბეჯითით ეკიდებოდა და ძალიან დიდი გულისყოლით და ძალიან დიდი სითბოთი და სიყვარულით აკეთებდა, რომ ამის მოთხრობა ძალიან შორს წაგვიყვანს. აი მე რომ მოვდიოდი, ვფიქრობდი, მოდი ისეთი რაღაცა ვთქვათ, რომელიც შეიძლება არავის არ უთქვავს. აქამდე, ყოველ შემთხვევაში მე არ მომისმენია ვთქვათ და მე ვფიქრობ, რომ უწმინდესმა ერთი ისეთი საქმე გააკეთა, რაც მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში არ მომხდარა. კერძოდ მან დაიწყო წმინდანების შერაცხვა, თქვენ გახსოვთ ხომ? როგორც კი მოვიდა ის საპატრიარქო ტახტზე, წარმოიდგინეთ 200 წელზე მეტი ქართულ ეკლესიას არ შეურაცხავს წმინდანი, ადამიანი. და მან პირველად 87 წელს, ანუ 10 წლის თავზე თავის პატრიარქობის შერაცხა ილია ჭავჭავაძე წმინდანად. ეს ისეთი გარღვევა მართლმადიდებელ ეკლესიაში, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე და უცებ წმინდანი. ეს რაღაცა ოქსიმორონია, რაღაცა წარმოუდგენელი. საერთაშორის მას განიკითხავდნენ სხვა ეკლესიის წარმომადგენლები, განსაკუთრებით რუსეთში ამბობდნენ, ჩვენ ახლა პუშკინს შევრაცხავთ წმინდანს და ღლიცინებდნენ ამაზე. მაგრამ რეალურად ეს არის ძალიან დიდი საქმე. და ეს თამამი საქმე, ამას დიდი ადამიანის გარდა ამას ვერავინ ვერ გააკეთებს. მასშტაბური საქმეა. და ამაზე არ გაჩერებულა უწმინდეს. მან შერაცხა ფილიმონ ქორიძე, რომელიც ერისკაცი იყო ასევე და ლასკალის სოლისტი იყო, ხომ? ასევე შერაცხა წმინდანად ექვთიმე თაყაიშვილი, მეცნიერი, არქეოლოგი, ისტორიკოსი. დიმიტრი ყიფიანი, თბილისის მერი, წარმოუდგენელი რამ არის ეს. მართლაც აი ახალი გზა, ახალი წმინდანთა სახეები, როგორი უნდა იყოს 21 საუკუნეში ეკლესია. მარტო თქვათ მოღვაწე და მოწამე ბერი უნდა იყოს მაინც გვდელი და შემოსილი ადამიანი შეიძლება წმინდანად შეერაცხოს თუ შეიძლება ადამიანი მეცნიერი, ღვაწლმოსილი და ამავე დროს ქრისტეზე შეყვარებული დაფასდეს და ისიც წმინდანი იყოს.
აი ეს არის წარმოუდგენელი რამ, მერწმუნეთ რომ ეს არის ახალი ფურცელი გადასვლილი მართლმადიდებლურ სამყაროში და ამის გამკეთებელი არის მისი უწმინდესობა და მისი გაბედულები და მისი რეპუტაციის ხარჯზე. იცით რა, როცა დიდი ტახტი გაბარია, თქვა ამხელა ხო 20 საუკუნოვე ეკლესიას წინამძღვრობ და ავტორიტეტი გაქვს ამხელა სამყაროში იქ რაღაც თამამი ნაბიჯების ის რაც არავის არ გაუკეთებია შენ ადგე და გააკეთო 16 თაყაიშვილი წმინდანად შერაცხო ნუ წარმოუდგენელი რამ თან მნიშვნელობა აქვს ეპოქასაც რა ეპოქაში ხდებოდა და რა პერიოდში ხო და აი ეს მართლაც მისი გამბედაობა მისი არეშინო და არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა. აი ჯიუტ ყველა ამბობს, ჯიუტი იყო, ხო, ეს კარგი გაგები ჯიუტი იყო. და ესე იგი აი ამ საქმეში, ამ ხელა საქმეში ესეთი მასშტაბური სიტყვით გამოსვლა და სოფლიოს დანახვება მართლმადიდებლურ ეკლესიას გულისხმობ, რომ თუნდაც კათოლიკურსაც სხვადასხვა კათოლიკებმაც დაიწყეს. ეხლა პატარა ბავშვი 15 წლის ბიჭი შერაცხეს წმინდანად, რომელიც კომპიუტერზე რაღაც ქრისტიანულ საიტებს აკეთებდა, ხო? დაიწყეს იმათმაც, მაგრამ პატრიარქმა ბევრად უფრო ადრე გააკეთა ეს და მე მგონი მომავალი პატრიარქებისთვის ეს ძალიან კარგი გზამკვლევი იქნება, თუ საით უნდა წავიდეს ეკლესია და რა უნდა დაფასდეს. მე ვფიქრობ, რომ როგორც პატრიარქი ფიქრობდა ისე მისი გზა არის ის რომ ყველა ადამიანი ქრისტიანი რომელიც თავის ადგილზე მუშაობს ის უკვე წმინდანია და ღმერთისთვის სათნოა. სანამ მოვიდოდა ეს ავტორიტეტი და დიდი აღიარება, მანამდე ის იყო დევნილი ეკლესიის ხელმძღვანელი. ძალიან დიდი სირთულეების გადალახვა უწევდა, როგორ მოქმედებდა ის ეკლესიის გასაძლიერებლად, იმიტომ თქვენ ახლა საუბრობდით გამბედავ ადამიანზე, მაგრამ ჩვენ მას ასევე ვიცნობდით, როგორც დიდ დიპლომატს, ადამიანს, რომელიც არ შედიოდა კონფრონტაციაში განსხვავებული აზრის მქონე პიროვნებასთან, არ უპირისპირდებოდა ესე აშკარად მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, ყოველთვის ჰქონდა ძალიან მტკიცე პოზიცია, ის დაპირისპირების მომხრე არასოდეს არ ყოფილა და ხოლმე სიკეთით ცდილობდა თავისი გზის გაკვალვას. ხო, აი რამ შეაძლებინა ეს რომ საბოლოოში დიდი საქმეები გააკეთა. საოცარი უნარი რაღაც მომრიგებლობის თუ რაღაც თბილი ურთიერთობების დამყარების, იმიტომ რომ თვითონაც ყვებოდა ხოლმე რომ აი საბჭოთა კავშირის დროს როცა თავლით იყავდა ეკლესიას და ეკლესიას საბჭო იყო სპეციალურად სამინისტროში გამოყოფილი ადგილი საქმეთა მართველი ეკლესიის ხო რომლის ნებართვის გარეშეც თქვა მღვდელს ვერ დანიშნავდი და ეპისკოპოს მით უმეტეს წარმოიდგინეთ იმდენად ახერხებდა რომ ის ხალხი რომლებსაც უნდა გადაებირებინათ თავისკენ პირიქით აქეთი ვირებდა და რომ გენახათ ის თავლითი ბოლო თავლითი რომელიც ეკლესიის საქმეთა მმართველი იყო ეკლესიაში დადიოდა და ეზიარებოდა ხოლმე სხვადასხვა საბჭოთა კავშირმა რომ დაუნიშნა დაცვა ძალიან კარიკაცი იყო ის ხომ არა ნუ დაუნიშნა დაცვა იმიტომ რომ ეკონტროლებია საწავიდო და საწამოვიდო ის მორწმუნე გახდა და ისიც ეზიარებოდა. ნუ აი წარმოუდგენელი ადამიანი იყო და ეს თავის პირადი მაგალითებით, როცა სიტყვა და საქმე არ გადის წინააღმდეგობაში არ მოდის და არამედ პირიქით სიტყვას კიდევ უფრო მეტი საქმე მოსდევს, ხიბლავს ყველას. აი როგორ მოხიბლა ახალგაზრდები იმ დროს, როდესაც ეკლესია კიდევ ერთხელ იყო დევნილი, აკრძალული იყო, საერთოდ არც იყო ალბათ ბევრისთვის საინტერესო ეკლესიაში სიარული, აი რამ განაპირობა ის, რომ ახალგაზრდები დაუახლოვდნენ ეკლესიას საბჭოთა პერიოდში. აი თვითონ იმდენად თანამედროვე იყო და უყვარდა თანამედროვეობა. არ იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა ძველის გამეორებას. აი ძველ მოსურნე არ იყო. პირიქით მოდერნისტი იყო თავის დროს. წარმოიდგინეთ, რომ დიდუბის ტაძარი მოახატია შურა ბანძალაძეს, ხო? სრულიად თქვათ საერო ხატვარს. და თვითონაც ხატავდა მასთან ერთად. ნუ ეკლესიების კონკურსი როცა ჩატარდა, იმ კონკურსში საოცარი ეკლესიები იყო, მოდერნისტული, ასეთი, ისეთი სხვადასხვა თავის ძველ საპატრიარქოსშიც მოახატია
საერო მხატვარს ის კედელი დიდი, რომელიც ძველ საპატრიარქოში იყო, მე მგონი შველიძის ნახატია ის. მოკლედ ის ახერხებდა რომ თანამედროვე ადამიანთა თანამედროვე ენით ესაუბრა. იმიტომ რომ მან იცოდა რომ თუ არა მის ენაზე სხვა ენაზე უბრალოდ ადამიანი აღარ გისმენდა. ეს სახალხო პატრიარქის მცნება რაც იყო და რაც ილია მეორეს ყველაზე მეტად ახასიათებს, იმიტომ რომ ზოგადად პატრიარქი რა თქმა უნდა სახალხო უნდა იყოს, მაგრამ ილია მეორის შემთხვევაში ადამიანები, როდესაც იხსენებდნენ და ეს დღეები განსაკუთრებით ბევრი ინტერვიუს უსმინე, საუბრობდნენ იმაზე, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანთან შეეძლო ზუსტად იმ თემაზე და მათ ენაზე საუბარი და ეს ალბათ განაპირობებდა ზუსტად იმ ავტორიტეტსაც, რომელიც მას მთელი ქვეყნის მასშტაბით დაუგროვდა და ის არ ერიდებოდა ადამიანებთან შეხვედრას პირიქით ხშირად მოგზაურობდა ქვეყნის შიგნით. აი გუშინაც ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი იხსენებდა, რომ ისეთ ადგილებში იყო, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქები მანამდე ნამყოფიც არ იყო. არასდროს თან. დიახ. არასდროს აი სამცხე ზავახეთში დადიოდა თან ის მაშინ აკრძალული იყო იქ შესვლა, წარმოიდგინეთ იქ მღვდლის ყოფნაც აკრძალული იყო. და ის თავის ფეხით დადიოდა და ყველა ტაძარს მოილოცებდა ხოლმე. ნუ ურთულეს საქმეს იყო შეჭედებული, მაგრამ აქვს პიროვნებას ღვთისგან მინიჭებული ისეთი დიდი ძალა, რომ ყველაფერი გამოდის, ხელიდან რომ გამოსდის ადამიანს ყველაფერი, ესეთი ტიპის უწმინდესი პატრიარქია. სხვათაშორის აი მე მახსოვს, აი იგი გარდაიცვალა ზუსტად იმ დღეს, როცა თავი მოიკლა თვითმკვლელობით დაასრულა ცხოვრება გალაქტიონ ტაბიძემ, ხო? აი მე მახსოვს გალაქტიონ ტაბიძის წესის აგება. ვიცით თქვენ რომ თვითმკვლელს წესს არ უგება, მაგრამ პატრიარქმა აიღო თავის დოზე, მე ახალგაზრდა მღვდელი ვიყავი და ვესწრებოდი ამ წესის აგებას სიონში. და მახსოვს მაშინ ხალხი, მწერლები, პოეტები, ნუ გამოჩენილი კულტურის წარმომადგენლები იყვნენ მოსულები და უსმენდნენ ამას ყველაფერს. რომ მორჩა წესის აგებას მიმართა ხალხს. რომ მიმართა იქ სამღვდელოებაც ვიდექით. და იმ სამღვდელოებაში მე ახალგაზრდა ვიყავი მაშინ და თქვა ესეთი რამ, არ გეგონოთ რომ თქვენ ახალ მამებს გეძახიან, რომ მართლა მამები ხართ ეხლა თქვენ. რეალურად მამები ყველა ის არის, ვინც დიდ საქმეს აკეთებს საქართველოსთვის. ჩემთვის გასაუგნებელი იყო როგორ მე მამაო ვარ და ისე რა ქვია, როგორ შეიძლება მწერალი იყოს უფრო მამა ერის ვიდრე შენ იყო, იმიტომ რომ შენ ემსახურებ. ნუ ეს მოხიბლული ნარცისისტის ახალგაზრდული თვისება მქონდა, მაგრამ დღეს რო უყურებ ეს ხო ნამდვილად ესია. ვინ არის ახლა ერის მამა? ის არის, ვინც მართლა ეს ჭეშმარიტებას დაანახებს, ერისთვის ყველაზე დიდ საქმეს გააკეთებს და ვისთვისაც ყველაზე ძირფასია თითოეული ქართველი ადამიანი. აი რას გაიხსენებდით ყველაზე რთულ მომენტებში, როგორი იყო პატრიარქი? არ ვიცი რთულ მომენტში როგორი იყო, მე მართლა პირადად ესე არ შესწრები ვარ რთულ მომენტს, რომ რაღაცა კონკრეტულად პრობლემა იყო. მახსოვს ვთქვათ ის 26 მაისი, როცა გია გაჩეჩილაძე და მთელი ხალხი დაიძრა საპატრიარქო ტაძრისკენ იქ სამებაში და მაშინ ყველა ელოდა რაღაცა იტყოდა პატრიარქი, მაგრამ აი თავისი ავტორიტეტის ხარჯზე, ანუ თავისი პირადი ესეთი რაღაცა დისკრედიტაციის ხარჯზე, იმიტომ რომ არაპოპულარული რაღაცა თქვა მაშინ იმას, რასაც ხალხი არ ელოდა, ხო? უთხრა რომ დაიშალეთ ახლა. რატომ? იმიტომ რომ სისხლი უნდა დაღვრილიყო იქ და ვიცოდით ვინც აპირებდა ამის გაკეთებას, ხომ გახსოვთ? და უთხრეს რომ დაუღურითო თუ შენ რაღაცა კვეთრ განცხადებას გააკეთებ. და ხალხი ელოდება რომ იტყვის აუცილებლად და ამის მოლოდინია და შეუნა გამოხვიდე და უთხრა წადით ახლა სახლში. ეს ურთულესი საქმეა და მან ეს გააკეთა. და დღეს არის ესეთი მაინც გადარჩა საქართველოს და სისხლიც არ დაიღვარა. საერთოდ ყველა ფრუსტრირებული წავიდა იმ დღეს. ასეთი მომენტები არაერთი იყო, ხო, 10 წლეულების განმავლობაში, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი ალბათ ღვთისნებით ყველაზე რთულ პერიოდებში, რაც კი ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ქვეყანამ გაიარა, პატრიარქი იყო ყოველთვის თავის სიმაღლეზე, მაგრამ საზოგადოება მას თხოვდა.
მეც პოზიციის დაფიქსირებას თხოვდა, თითქოს ყველას უნდოდა რომ მისი მხარე დაეჭირა. აი რა იყო აქ მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა და რატომ იქცეოდა ისე როგორც მთავარი კრიტერიუმი იყო რაღაც შეერთება მოწინააღმდეგეების. თვითონ თუ გახსოვთ პირველივე თავის ერთ-ერთ ინტერვიუში თავის ცხოვრებას ესე აღწერს, რომ გახლეჩილი შეერთება მინდა. მან მიიღო ესე გახლეჩილი საზოგადოება, მიყუჩებული ეკლესია, გაბოროტებული ხალხი და ერთმანეთს დაპირისპირებული ხალხი და უნდა ამის გაერთიანება. თვითონ დაარქვა ხომ ერთსულოვნება თავის საყვარელ ტელევიზიას, საპატრიარქოს ტელევიზიას. აი უნდა რომ სიყვარულს გაემარჯვა, ურთიერთპატივისცემას გაემარჯვა, ქრისტეს მადლს გაემარჯვა, ქრისტეს მოყვარული გამختارიყო ხალხი. ეს უნდა და გამოსდიოდა კიდევაც ეს. ამიტომაც ვამბობ, რომ არაპოპულარულ ნაბიჯებს ხშირად გავდა ეს და ეს ძალიან დიდი სიმამაცის ნიშანია. უამრავჯერ აქვს ესეთი რამე გაკეთებ. თუნდაც 9 აპრილს როგორ ელოდებოდა ხალხი, რომ ეხლა ჩვენ ახლა რა ვქნათ, მოდი დავღვაროთ სისხლი. ხალხი რას ეძახდა, რომ ჩვენ დავღვრით სისხლს. წყურია სისხლი, მოვიდნენ, მოკლან კი ბატონო, ჩვენ ღმერთს შევფიცეთ. კათოლიკოსი დგას და ხალხი ეუბნება ღმერთს შევფიცეთ. ხო? ხო და ეუბნება გადავიდეთ. თან როგორ ეუბნება არ დავიშალოთ, აი როგორ ცდილობდა ის დიპლომატიურად, რომ მათი ისიც არ შევაერწყათ რაღაცა თავმოყარეობა და გადავიდეთ და ვილოცოთ ქაშვეთში. იქ რაღაც ამ დროს დაწყნარდებოდა, განთავისუფლდებოდა თქვათ რუსთაველი იმ პერიოდში და რაღაც განიტვირთებოდა სიტუაცია, მაგრამ ვერ მოხერხდა ეს გარკვეული მიზეზების გამო და ამას ისტორიას სათანადოდ შეაფასეს. როგორ ფიქრობთ, აი სწორედ ისტორიის შეფასებაზე მაინტერესებს და არის ჩემი კითხვა, როგორ შეაფასებს ისტორია წლების შემდეგ, როგორ ამოიკითხავენ ისტორიის წიგნებში საქართველოს პატრიარქის შესახებ ჩანაწერს, ან როგორ ისურვებდით? მე არა ვისურვებდი, ჩემი სურვილი არაფერს არ წარმოადგენს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შეაფასებს ყველაზე ამაღლებული ფორმით. მე ვფიქრობ, რომ პატრიარქის ეპოქა საქართველოს უახლოეს ისტორიაში ისეთივე იქნება, როგორც თქვა ვიქტორიანული ეპოქა, 19 საუკუნის ინგლისში, ხო? ან მარია ტერეზას ეპოქა, თქვა ჰაბსბურგების ისტორიაში. ეს ისეთი ადამიანია, რომ მართლაც რაღაცა ათulis წერტილია, იცი პატრიარქის მოსვლა და პატრიარქის წასვლა. ეს გარკვეული პერიოდია, რაღაცა ის პერიოდი, სადაც ესეთი ადამიანის ზრუნველობა და გვერდში დგომა ქონდა და რაღაც იმედი ყავდა ყოველთვის, რომ მართალია ყოველთვის ჩვენს გასახარელს არ იტყოდა, რაღაც გადადგავდა არაპოპულარულ ნაბიჯს, მაგრამ ის დროში იქნებოდა უზუსტეს. მე პირადად ჩემს ცხოვრებაშიც ხშირად გამომიცდია, რომ რაღაცა უთქვავს და ვფიქრობდი, რომ ეს რა მითხრა. ხო და წამოვიდოდი დროში, რომ გადიოდა უზუსტესად ლაგდებოდა ყველაფერი. მართლაც რა კარგია, რომ მის კურთხევას ემორჩილები და აკეთებ. ხანდახან ვფიქრობდი, ხოლმე მოდი არ ავიღებ კურთხევას, ისე გავაკეთებ, ცუდი საქმე ხო არ არის, კაი მინდა. მაგრამ არა, მიდი, აიღე ლოცვა კურთხევა და ნახავ როგორ ზუსტად მიგითითებს და გაგიკვალავს გზას. აი ეს რაღაც საოცარი თვისება ქონდა და ეხლა კიდევ მე ვფიქრობ, რომ გაათმაგდება მისი ურთიერთობა ხალხთან, მისი სიყვარული. მზრდადია, როგორც აი ქრისტე სიყვარული რაღაც 12 კაცში ტრიალებდა, აქედან ერთი გაიქცა და უარყო და მისი ჯვარცმის და აღდგომის შემდეგ ეს 12 კაცი 570-ად გადაიქცა, მერე 500 და გამრავლდა და მერე ბოლოსში იმ რომის იმპერატორმა მოიხადა თავის სკიპტრა და დააყარა და თქვა, რომ მე ქრისტეს მონავა. აი ესეთი გამრავლება იქნება ადამიანების სიყვარულისა პატრიარქისადმი. ჯერჯერობით მწუხარება დიდია და დაობლების განცდა აქვს მრევლს. თქვენი რჩევა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა როგორ უნდა მოიქცეს სულიერი შვილი, რომელსაც მართლა გულით ტკივა და პატივსცემს გარდაცვლილ პატრიარქს? ესეთ რა ვიცი
სიხარულით მორბოდნენ აღდგომელი მაცხოვრის საფლავიდან ეს იმედგაცრუებული მოციქულები, რომელთაც გოლგოთაზე გაუცრუდათ ყველანაირი იმედი, დაკარგეს ყველაფრის რაღაც მოლოდინები. იმათ თქვეს, რომ ის, რასაც ჩვენ ველოდით, ყველაფერი დაიმსხვრა გოლგოთის მთაზე. და აღმოჩნდა, რომ ზუსტად სამ დღეში მათ იხილეს მაცხოვარი და მათი სიხარული იყო უსასხორო. იმის შემდეგ ეს ადამიანები, რომლებიც ეძებდნენ მიწიერ დიდებას, რომ თავს წარმოიდგენდნენ მეფის ვეზირებად, რომ ისინი გახდებოდნენ ახალი ისრაელის მმართველები და ეს იმედებით დამსხრეული და აატირებულები იყვნენ, უკვე აღდგომილ ქრისტეს საფლავთან იბადებიან როგორც მოციქულები. იბადებიან ახალი ადამიანები, რომლებსაც უკვე ახალი აზროვნება აქვს და სულ სხვანაირად ხედავენ სამყაროს. და ყველა უკვე მზად არის არა ხალხის მართვისთვის, არამედ პირიქით, რათა ხალხს ემსახურონ როგორც ქრისტე. და ესე იქნება აქაც. მე ამის დიდი იმედი მაქვს და ასე ვხედავ და ასეც მოხდება, რომ პატრიარქის სიყვარული კიდევ უფრო გაიზრდება და გადაიქცევა მართლა ჭეშმარიტების ძიებად. არა პიროვნება პატრიარქის ძიებისკენ წავა, არამედ ჭეშმარიტებისკენ ძიებისკენ წავა. იმიტომ რომ პატრიარქი თვითონ ეძებდა ჭეშმარიტებას და თვითონ იპოვა ჭეშმარიტება და დღეს უკვე იმ ჭეშმარიტებასთან არის ასე ვთქვათ ჩახუტებული, რომელსაც ესე ელოდებოდა და ამ შემთხვევაში ჩვენც ყველანი მასთან ერთად ზუსტად ამ ჭეშმარიტების გზაზე უნდა ვიაროთ. მადლობა. დიდი მადლობა დეკანოზი ალექსანდრე გალდავა იყო ჩვენი სტუმარი, მას დავემშვიდობებით.